მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე ვიფასო მეგობრებო. მინდა თავიდანვე გაგაცნოთ მცირე ანონსი. დღევანდელი მონოლოგის მთავარი თემებია კორონა, ბიძინა, მიშა და იდაყვი. დავიწყოთ კორონავირუსით იდაყს უფრო ბოლოსკენ გადავინახავ როგორც გემრიელ ლუკმა. ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ იდაყვი გემრიელი ლუკმა ყოფილა ძვირფასო მეგობრებო, ამას მე შემდეგ ვისაუბრებ. სანამ კორონავირუსზე გადავალთ, მანამდე მინდა მოგილოცოთ გუშინ წინ იყო მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, მინდა მოგილოცოთ მთელს მოსახლეობას. მთელი მთავრობა იყო ჩამომწკრივებული სვეტიცხოველში, ზოგადად მთავრობისთვის ამ წინასაარჩევნოდ მისწრება საეკლესიო დღესასწაულები. ერთი სული აქ ტაძარში მივიდნენ ხოლმე და კამერების წინ ილოცონ. სანთლით ხელში, ეს არის მაგათვის აანკარი უყვართ მოწონთ. კორონავირუსის მაჩვენებლები უკვე ანტირეკორდებს ხსნის, იფეთქა კორონას მეორე ტალღამ, მეგობრებო და სტატისტიკაში ანტირეკორდები დაფიქსირდა, მე მგონი იგივე სიტუაცია მეორდება, რაც თავიდან იყო და ძალიან დიდი საფრთხე გვემუქრება ძვირფასო მეგობრებო. ძალიან დიდი, ოღონდ კორონავირუსისგან არა. უბრალოდ შეიძლება კიდე ჩაწერონ მსგავსი სიმღერა. ბედნიერი, ღიმილი გავარიგოთ მზად. ამას კი ნამდვილად ვეღარ გადავიტანთ, ძვირფასო მეგობრებო, კიდე თუ რაღაცა ეგეთი ჩაწერეს. ვირუსის გავრცელების საინტერესო ვერსია აქვს მამუკა მდინარაძეს, მან ოპოზიცია დაადანაშაულა, ისინი სპეციალურად მართავენ ხალხთან შეხვედრებს და კორონას გავრცელებას ხელს უწყობენ. მე პირადად აღარაფერი მიკვირს ოცნებისგან, ახლა რუსეთიდან გამოგზავნილი ვიდეო რო გავრცელდეს, სააკაშვილი როგორ ჭამს ვუჰანში ღამურას, ნამდვილად არ გამიკვირდება ძვირფასო მეგობრებო, ისეთ რაღაცეებს იგონებენ. მეორე ტალღამ კი იფეთქა, მაგრამ მე არაფრის მეშინია, რადგან გაზაფხულზე რომ კორონა დაამარცხა, სწორედ იმ გიორგი გახარიამ დღეს 22 საათიდან იმერეთსა და თბილისში ყველა გასართობი დაწესებულება დახურა. ალბათ 100-ია საჭირო ძვირფასო მეგობრებო. კაცმა კორონა დაამარცხა და ამაში ხო არ შეცდებოდა. კორონა ხო დაამარცხა მაშინ. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პირბადის ტარება პატრიოტიზმიაო. მოდი გიორგი ვნახოთ რა არის პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი დადებითი განწყობა საკუთარი სამშობლოს მიმართ, სამშობლოს სიყვარული. სტერეოტიპულად პატრიოტიზმს გამოხატავს სამშობლოს დაცვა მტრისგან, ომში მონაწილეობა, სამშობლოს მხარეს, სამშობლოს გულშემატკივრობა, სიყვარული საკუთარი ერის მიმართ და ასე შემდეგ. აი ეს არის პატრიოტიზმი გიორგი. პრინციპში მეც რას ვასწავლი კაცო, თავის დროზე უნდა ესწავლა. არა განასწავლი არ აქვს, მაგრამ ახლა ნასწავლი აქვს ეს ყველაფერი, ოღონდ იქ. იქით არის ნასწავლი, იქითკენ. გიორგი გახარიას ნაბიჯებს კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია, მაგრამ პრემიერ-მინისტრს ფარად გადაეფარა ირაკლი კობახიძე, მან ძალიან ორიგინალური ფორმით დაიცვა ბატონი გიორგი. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. ანუ ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო. ხვდებით, ასია ეს ორიგინალში ფუტკართან ყველა ტყუისო. ესე იგი გახარია ფუტკარს შეადარა. მალე ალბათ იმასაც გვეტყვის, რომ გახარია როგორც აფთი აქ არის ყვავილებისგან გვიმზადებს წამალსო, ესეც გვეტყვის. ირაკლი, როდემდე უნდა იცურავო გახარიების და ივანიშვილების თაფლში? აი, როდემდე უნდა იცურავო, აღარ მოგბეზრდა. თქვენ გეცინებათ ირაკლიზე, არა და ოლიგარქის ძალიან დიდი ნდობა აქვს ამ ადამიანს. ქართული ოცნების საარჩევნო სია ირაკლიმ შეადგინა თავიდან ბოლომდე, როგორც ხმები გავრცელდა ოცნების საარჩევნო სიაში ადამიანები გასაუბრებით და რაღაცა ტესტირებებით მოხვდნენო ძვირფასო მეგობრებო. ძალიან გამარტივებული ტესტი ყოფილა, მინდა გითხრათ, მე ეს გავიგე, ისეთი მარტივი კითხვა რომც არ იცოდე, მაინც გაიგებ რა არის და ასე შემდეგ. და კითხვა თუ იცი, საერთოდ რა გინდა ქართულ ოცნებაში, მე რაში გჭირდება, არ ვიცი. ადამიანმა კითხვა თუ იცი ქართულ ოცნებაში რა გესაქმება, ანუ გაუგებარია დღემდე ჩემთვის, მაგრამ მაინც. აუცილებლად უნდა შევეხოთ კარტოგრაფების საქმეს. პროკურატურამ კვლავ პატიმრობაში დატოვა ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. რუკა, რომლის საფუძველზეც ეს ორი ადამიანი ჰყავთ დაკავებული, რუსეთში ინახებოდა. როგორი ერთმორწმუნე მეგობრული ქვეყანა ხო ხვდებით ძვირფასო მეგობრებო, რუსეთი ძალიან. ყველა ის რუკა აქვს შენახული, რომელიც კონფლიქტს გამოიწვევს. ის რუკები რატომ არ გამოაგზავნეთ, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.
ეგ რუკების რო გამოაგზავნეთ, რატო არ გამოაგზავნეთ მართლა? ძალიან მაინტერესებს ჩვენ ერთ მორწმუნე ძმებო და დებო. გამოგვიგზავნეთ ეგ რუკების რო საქართველოს ეკუთვნის სამაჩაბლო და აფხაზეთი. როგორც ცირკულას ზემოთ ხსენებული რუკები საქართველოში შემოვიდა იგორ გიორგაძის დახმარებით, ფაქტიურად პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გამოგზავნილია რუსული სპეცსამსახურების მიერ, რომ აქ ჩვენ და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დავჭამოთ. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ჩვენი ხელისუფლება, ერთი სიტყვით ამ თემამ იმუშაოს ეხლა ხალხის ემოციებზე, ამ წინასაარჩევნო და გარეჯი ჭირსაც წაუღია. ესე ფიქრობს რუსეთი. რუსეთი კი არა, ჩვენი ხელისუფლება თუ პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, ესე ფიქრობენ ესენი. მე მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლების ამ ქმედებას ყველაზე ძალიან უხდება ერთ-ერთის პარტიის წინასაარჩევნო სლოგანი: სახალხო ტრიბუნიდან სახალხო ტრიბუნალამდე. ოღონდ სპეციფიკური ხმა სჭირდება, ძვირფასო მეგობრებო. სახალხო ტრიბუნიდან აი ესეთი ხმა აქვს. სახალხო ტრიბუნალამდე, აი ესეთი. და კიდე ის მომწონს კუკავას რეკლამა. ოღონდ სლოგანი დამეთანხმე ხო? კუკავას რეკლამა მომწონს ძალიან, კი, მადლობთ რომ დამეთანხმეთ. სლოგანი, კი არა, თვითონ კუკავას მკაცრი გამომეტყველება მომწონს რეკლამის ბოლოს, სივრცეში რო იყურება, აი, რაღაცას რო ეძებს სადღაც, აი, ვერ აგიხსენებთ. მოდით ნახოთ ეს. არჩევნების შემდეგ თითოეულ მედიკამენტზე ფასები არანაკლებ 70%-ით შემცირდება. კატეგორიულად აღვძალოთ შრომითი მიგრანტების შემოყვანას საქართველოში. ჭაობი, ჩიხი, რომელიც უნდა დაასრულოს თავისუფლმა საქართველოს ამარჩევნებზე. დავაბრუნებთ ჩვენი მაღაზიის თაროებზე ქართულ ჩაის, ქართულ წვენებს, ქართულ პროდუქციას. ასე მგონია რომ იქიდან ვიღაცა უნდა დაუძახოს. კახა! და მოიხედი აქ და კახა ესეთი რაღაც ესეთი შეძახილი სჭირდება. თან ესეთი ისენი აქვს რაღაც სივრცეები აქვს თავისი და ნაპოვნი. საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ 2020 წლის შიმშილის გლობალური ინდექსის მიხედვით საქართველოს შიმშილის დაბალი დონის ქვეყნებს შორის მოხვდა და იკავებს 26 ადგილს ძვირფასო მეგობრებო. მართალია კი შიმშილობთ ხალხო, მაგრამ იმ ჩვენს წინ მყოფ 25 ქვეყანასთან შედარებით რაღაცა მაინც ხო ვკეთდება ხო ამ ქვეყანაში, ხო ესე დაუნახავებით ხო არ შეიძლება ვიყოთ. მოდით დადებითად შევხედოთ ამ ყველაფერს. კიდევ კარგი ჩინოვნიკები მაინც რომ ჭამენ ამ ქვეყანაში, თორე გაცილებით საშინელი სტატისტიკა გვექნებოდა. ეგენი აბალანსებენ და ეგენი გშველიან, რომ აი სტატისტიკაში ცოტა ზემოთ ვიყოთ. მართალია მოშიმშილე ქვეყნებს შორის 26 ადგილზე ვართ, მაგრამ მე მაინც არ მეშინია, რადგან ერთი კარგი თვისება გვაქვს ქართველებს. რაც არ უნდა საჭმელი გამოგველიოს, ერთმანეთს დავჭამ და შიმშილით მაინც არ დავიხოცებით. ძვირფასო მეგობრებო, ასე. რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საბერძნეთს ეწვია და იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გამართა, მიშას დახვდნენ მომხრეები პლაკატებით, შესახელებით მიშა ამ კადრებად ძალიან აღაშფოთა რეჟისორი ქალბატონი ქეთი დოლიძე, რომელმაც საინტერესო სტატუსი დაწერა სოციალურ ქსელში. მოდით ნახოთ ეს სტატუსი. ავადმყოფები არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება. არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება, ემიგრანტებს ეუბნება. იმის გამო რომ ბიძინა სიკეთეები არ მოაკლდეს, ძვირფასო მეგობრებო, საქართველოსთან წლებით წასულ ემიგრანტებს ეუბნება არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება. ეს ფრაზა არაუშავს. შეიძლება რომ გაატაროს ხალხმა ჩაულებრიათ, მაგრამ უბედურება რა არის ისიც? აი ამ ფრაზის მთქმელი ადამიანი თეატრის სცენაზე რომ გამოვა და ხალხი რომ ისევ ტაჩს უკრავს და ხელს ჩაყვანილი რომ გაყავთ სცენიდან. აი ეს არის უბედურება, თორე სხვა შეიძლება ერთი ყური და გაუშვე, მეორე გამოუშვე, მაგრამ არა ვქნა. ეს ცოტა მკაცრი შეფასება იყო, მაგრამ საჭირო. ქალბატონო ქერთი, კარგით რა კაცო. თუ ქალბატონმა ანიკომ არ გასწავლათ რა არის სიყვარული. მე შეგახსენებთ, სიყვარული არის ნიჭი, რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ადამიანი, რომელიც ამ ნიჭის შეგრძნებების გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. აი ეს არის სიყვარული. ის კი არა ახლა 3 და 23-ზე რო ავარდნილი. ეგ არ არის სიყვარული. მიხეილ სააკაშვილის საბერძნეთში რამდენიმე პროვოკატორი დაახვედეს, რომლიდანაც ერთ-ერთმა სადამიშასთვის დაერტყა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა. ამასთან დაკავშირებით სააკაშვილომ მოგვიანებით ვიდეო მიიმართლა. გაავრცელა, ნახოთ. ბიძინიე, ქურდებაც კი მიგატოვეს და გიღალატეს. ნახავ მალე, ფინიში. ბაიზაღი იბაზრა საღულზე.
რა სერიოზულად. იგი ქუთაისელია? აი გრიგოლია ვაშაძის მაკაცი ყოფილა, ვიდე. ბიზინია შენ კიდე არ იცნობ მიხაილ უკრაინსკის, ეგი დაუნდობელია, სიო. ესეთი რეპრიზა უხდებოდა, მე კარგად ვერ ვაკეთებ იმერულ აქცენტს, მაგრამ რა ვქნა. და აი ჩემს მონოლოგში იდაყვის დროს დადგა ძვირფასო მეგობრებო, მოდით ნახოთ რა განცხადება გააკეთა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბატონმა გიგი უგულავამ. წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვის სააკაშვილს. ესაა გამარჯვების ფორმულა დღეს. ესე იგი, სადაც მუშტი ბიზნეს იქვე იდაყვის სააკაშვილსო. ევროპული საქართველოს იზღადარჩენია, სააკაშვილის სისხლიანი ბანერები გამოკიდონ ქალაქის ცენტრში, აი არ ვიცი. თავიანთი სახეებიც კი იქნება ამ ბანერებზე, ოღონდ დაბლარული. იმ დროს ხო ეგენი არ იყვნენ ხელისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს. მე ხო მოკლე მეხსიერება მაქვს. ფოტოშური ძალიან მოკლე მეხსიერება, გარაფერი მახსოვს. გიგი ისე მიშას იდაყს რო ურტყავ კუჭის თავში, ხო, საკუთარ თავს მუშტ თუ არ ურტყავს, ერთიც კი პუტი მაინც ჩაირტყით, კაცო, ობიექტურებისთვის ეხლა და ბალანსისთვის საჭიროა დამიჯერეთ. ჩემი აზრით პოლიტიკა ისეთი რამეა, არც მწვადი არ უნდა დაწვა და არც შამფური, მაგრამ ევროპული საქართველო ისე ინდომებს შამფურსაც დაწვავს, მწვადსაც და მაყალსაც მიაყოლებს ზემოდან. მე ასე მგონია, ძვირფასო მეგობრებო. არა და მომწონს ევროპული საქართველოს სლოგანი, თქვენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის. ძალიან კარგი სლოგანია. უბრალოდ მე შენია ამ გარდამტეხი ცვლილებების კომპასში ვინმე პატარა მაგნიტი ხომარ შეაცურა ქვემოდან. მაგნიტი ურევს კომპასის ისრებს, მიხვდით? მაგნიტურია და მაინც ესე ურევს, ხო იცით? ძალიან ცფიერია ის კაცი. სადაც ამდენი ოქრო და ლალის თვალი აქვს, კაცო, რა გასაკვირი ერთი მაგნიტი არ ქონდეს. თვითონ ბიზინა ივანიშვილი ცდილობს არ შეიმჩნიოს წინასაარჩევნო ნერვიულობა და ჯერჯერობით 7 ტემბრით გვეუბნება, რომ ქართული ოცნება არჩევნებში 63%-ს აიღებსო. აი, საიდან მოაქვს ეს ციფრები, ძვირფასო მეგობრო, მე არ ვიცი. მე მგონი, ეს ლაშა ნაცვლიშვილი იყო, ეგ უხატავს ამ რეიტინგებს, რაღაც აი უზრუნველ ცხოვრებას და რაღაცა. მაგრამ ისე მიდის საქმე 31-ში საღამოს ლაშას ნახავთ ბიძინას ტრიბუნიდან ბიძინას ტრიბუნალამდე. აი ეს ფრაზა მომეწონა რა ვქნეს. დღეს ამ ფრაზას უძღვნით დღევანდელ ჩემს გადაცემას. გავცედა ხმები, რომ ივანიშვილის თაბორის მთაზე გვირაბები გაყავსო და გვირაბებს თხრისო. ეს გვირაბები არც ერთ საპროექტო დოკუმენტში არ იძებნებაო. მართლა არ ვიცი, რისთვის სჭირდება ეს წამოწყება ბიზნეს, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ ამ გვირაბის სიგანე და სიმაღლე, რომ დაახლოებით მაინც ვიცოდეთ საქართველოს ქონების რა ნაწილი გაეტევა მარტივად აი ამ გვირაბში. წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების რიგებში ძალიან დიდი დაძაბულობა და ძალიან დიდი აგრესია. ამაზე შემდეგი ვიდეოც მეტყველებს. მოდით ნახოთ, როგორ ესაუბრება ხელვაჩაურის მერი ჟურნალისტს, რომელმაც ტელეფონზე დაურეკა და რაღაცა შეკითხვა დაუსვა. ესეთი მარტივი შეკითხვა დაუსვა ხელვაჩაურის მერს და მოდი ხელვაჩაურის მერის პასუხი რა გასცა. ვიფასო მეგობრებო, ამ სატელეფონო საუბარს მე დავარქვი სახელმწიფო ჩინოვნიკის თმენის ვალდებულება. აი, გინება თუ სართულებით იზომება, ამ კაცმა ფაქტიურად 100 სართულიანი სათამრჯენი ააგო, იმდენი იგონა ერთ წუთში. ახლა ჩვენ გავწყვიტეთ ეს ვიდეო, ვიფასო მეგობრებო, თორე იმდენი ხანი იგინებოდა, რაღაც დროის შემდეგ 1 საათიანი შესვენება აიღო, სამსახურეობრივად ეკუთვნო და შეისვენა და მერე საღამოს 8-მდე გააგრძელა ასე გინება. ეს ხელვაჩაურის მერის აუდიო ჩანაწერი თავიდან გინება მეგონა მეც, მაგრამ მე კარგად რომ დავაკვირდი ეს ტუები რაც ედო, ხო, რაც ადევს ამ ხმას, ამ ფორმით თურმე მე გავიგრო ცენტრალურ ხელისუფლებას მორზეს ამბანით გადასცემს ინფორმაციასო, მოგხედეთ არჩევნებზე აჭარაში ვერ გვაქვს თლად კარგად საქმეო, აი ტუ ამით აქვს გადაცემული რაღაც ინფორმაცია. მოკლედ წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების აგრესია იმატებს, სკოლის დირექტორების დაშინებები მიდის ძალიან აქტიურად, აგიტატორები ხალხს სოციალური დახმარების მოხსნით და პენსიის მოხსნით აშინებენ. ერთი სიტყვით ქართული ოცნების უსინდისობის ზღვარი იცით საიდან სადამდე გრძელდება? სახალხო ტრიბუნიდან სახალხო ტრიბუნალამდე. ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამუნა ლეტოიშვილის ხელმძღვანელობით.